როდის არის კარგი დრო, ახლა შეკითხვებია, როდის არის ყიდვის კარგი დრო. ყიდვის კარგი დრო, მე ვწერდი გუშინ წინ იმის წინ, რომ იყო წინა დღეებში. ეხლა არის ზრდაზე, ანუ ტრენდი შეიცვალა, არის ხან ვარდნა, ხან ზრდა. თუმცა შესაძლებელია დიაპაზონი იცვლებოდეს. ეს რთული ამოსაცნობია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამჟამად არავის არ ურჩევ ყიდვას, ყველას თავისი გადასაწყვეტი აქვს, მაგრამ თუ მე მეკითხებით, ჩემი აზრი ასეთია. ეხლა არ არის ყიდვის დრო. მათთვის ვინც გრძელვადიანად იყიდა, უნდა დააკვირდეს და შეინახოს, ხოლო ვინც ტრეიდერობის იყიდა, მას უნდა გაეყიდა უკვე 1.34-ზე, ეხლა არის 1.33. ეს ქვემოთ ცვლა გაგრძელდება გარკვეულ პერიოდისთვის, იმიტომ რომ ამ დროს იფიქსირებენ მოგებას, მოვაჭრეები, ტრეიდერები და შემდეგ იწყება უკვე ახალი დიაპაზონის შექმნა, დაბალი და მაღალი ფასის. და შემდეგ იმ დიაპაზონში იწყებს მოძრაობებს. გარკვეულწილად პატარა პაუზა უნდა გააკეთოთ, მაგრამ არის სხვა კოინები, რომელსაც აქვთ მცირეა ეხლა, იმიტომ რომ როდესაც ბიტკოინი იზრდება, მას ყველა მიყვება და ყველა აჩვენებს პლუს მოძრაობაში, თავისი ძველი დიაპაზონიდან პლუს აჩვენებს. ამიტომ ეხლა ყიდვის დრო ნაკლებია, ეხლა არის ლოდინის დრო, შეგიძლია დაიფიქსიროთ მოგებები, ვისაც გქონდათ, ან არ დაიფიქსიროთ და დაელოდოთ იმედით, რომ გაიზრდება თუ არა. თუ გაიზრდება, ეს უნდა წაიკითხოთ თქვენი გრაფიკა და თქვენ თვითონ გამოიტანოთ დასკვნა. არის მოძრაობები სხვა, ანუ როგორც იცით, ეს 50-აა დამოკიდებული და სხვა 1000 ფაქტორზე, ამიტომ ეს ანალიზი უნდა გააკეთოთ და მიიღოთ ისე გადაწყვეტილება. წარმატებებს გისურვებთ დროებით.